დღეს ვისაუბრებთ ერთ მეტად საინტერესო ფენომენზე, ადამიანებზე, რომლებიც თითქოს მუდამ მეორე ადგილზე არიან. როგორც წესი, ასეთი ადამიანები წარმატებულები არიან, მაგრამ თითქოს ბოლომდე მაინც ვერ ავლენენ საკუთარ პოტენციალს. რა დგას ამ ყველაფრის უკან? თვითშეფასების შიში ლიდერობისაგან საპასუხისმგებლო თუ თავის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება თუ კომფორტის ზონა. სადაც ადამიანი თავს დაცულად გრძნობს. ვერცხლის მედალოსტების ფენომენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა თუ ცხოვრებისეული არჩევანი. ამ თემაზე მეც ჩვენი სტუმრისგან ფსიქოლოგ ნინო მენაღარიშვილისგან გავიგებთ. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. თქვენ ამასთანავე ფსიქიატრი ბრძანდებით და ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა დარწმუნებულ. ახლა უდმაყურებელს საინტერესო მართლა რა ფენომენია ეს მეორე ადგილზე ნებაყოფლობით ყოფნა არსებობს, ну აი ესე და რიგიდი. ხო მე იცი რა, მაგასთან საპროტესტო არაფერი არ მაქვს. მე მომწონს მოკრძალებული ადამიანები და აი თქვენი აზრი განსხვავებაა პირველ და მეორე ადგილებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ ეხლა ვნახე სურათი გქონდათ ცხენოსნობაში მეორე ადგილზე გასული გოგონასი, რომლის ფოტოს შედეგადაც გააკეთა კორნელის უნივერსიტეტმა კვლევა. თუმცა ძალიან საინტერესო ამას შემდეგ შევეხებით თემა, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი, როგორც თქვენ ბრძანეთ და გაცნობიერებული, როგორც თქვენ ბრძანეთ. როდესაც გაუცნობიერებელის შემთხვევა, ამ შემთხვევაში კონფლიქტია საკუთარ თავთან, ამ შემთხვევაში არის პასუხის აღების შიში, ამ შემთხვევაში არის ძალაუფლების სურვილი, მაგრამ ნაკლები პასუხისმგებლობით. ანუ როდესაც დიდი რაღაცა კორპორაციის უფროსის პირველი თანაშემწემდე მივა ადამიანი, იმას ფაქტიურად იგივე ძალაუფლება აქვს, ოღონდ ბევრად ნაკლები პასუხისმგებლობა. და მეორე, რომელიც ეს უფრო სიბრძნის მიმანიშნებელია და არა მარტო თავმდაბლობის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ჩემი მიზანი იყო რაღაცის მიღწევა და არ მაქვს ჯერი სასაკი, ან არ მაქვს ის ცოდნა, რომლითაც ან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, თუ მე ჩემოცნებას ავასრულებ 30 წლის ასაკში, უკვე შემეშინდება, განვითარდები კი შემდეგ უკვე ბევრი სპორტსმენი, რომელიც მიაღწევს ოლიმპიურ ჩემპიონობას და თითქოს ამთავრებს ამით, იმიტომ რომ მისი ოცნება დასრულდა და შემდეგ უკვე мотиваცია იმდენი აღარ არის, რომ კიდე იგივე გზაზე გაიაროს და იგივე შრომა ჩადოს. მაშინ აი როდესაც პირველ ადგილოსანი ხდება და აი გაკ ხომ ეს შეგრძნება დაჯილდოვდი, ოქრო გადმოგეცა, ოვაცია გაიმარჯვე და მე რომ გამოდიხარ და ამბობ რომ მეტია კიდევ გასაკეთებელი. აი ის რა არის? აი ეგ არის ზუსტად ის мотиваცია, ავტომოტივაცია საკუთარ თავთან, რომ არ დაიჯეროს, რომ მორჩა არაფერი აღარ არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ ოლიმპიური თამაშებისთვის რო ემზადებიან, იმათ მარს ქარი იციან, არც ციცივი, არც ძილი, არც გართობა, არც მეგობარი, არაფერი. ამისთვის უნდა იყოს ძალიან დიდი мотиваცია და мотиваცია არის ეს ოქროს медаლი, რომელიც მათ ამას გააკეთებენ. შეიძლება ოპონირება გაგიწევთ. აი მე რანაირი ადამიანები მომწონს. იცით, აი ალექსანდრე მაკედონელი ცნობილ ბრძენთან რომ მივიდა და უთხრა, გთხოვე რაც გინდაო და იმან უთხრა დაიწე მზეს მიჩრდილო, მეტი არაფერი არ მინდაო. ანუ გაუმაძღრობაც ხმარ უნდა დაგემართოს, რომ ოღონდ რაღაცას მივაღწიო და ამიტომ ყველაფერზე უარს ამბობენ. ოღონდ პირველები იყვნენ და ყველაფერი გადახაზულია და ყველა გზა გამართლებულია. აი, სად არის ის ოქროს შუალედი? რა თქმა უნდა, არც ის ვარგარო სოფელში იყო და მკვდარსა ემსგავსო და არც ის ვარგარო ყველაფერი გადადო ამ პირველობის გულისათვის. ნახეთ, აქ უკვე სხვა ცოტა ბიფურკაციაზე წავედით, რატო გადადებს ყველაფერს ამ პირველობისთვის და გამარჯვებისთვის, მოდი ესე ვთქვათ. თუმცა ის ვინც ბრძენი იყო და უთხრა, რომ გაიწია მზეს მიჩრდილა, ის ბრძენია და ის იშვიათი შემთხვევაა, თუ ადამიანის ბუნება არის ის, რომ დამტკიცოს, ამტკიცოს, გაუმკლავდეს თავის ტრამვებს, რომ მაგარია, ყველაზე მაგარია. ნახეთ, აი, ზუსტად ეს სურათი, რაც თქვით, იქიდან გამომდინარე კვლევა გააკეთეს 2000 წლიდან 2016 წლამდე. შეისწავლეს ადამიანები, ვინც იდგნენ პოდიუმზე ოლიმპიურ თამაშებზე. და ესეთი დასკვნა გააკეთეს, რომ ვერცხლის მედალოსანი ბევრად უფრო უბედური სახით დგას,
ვიდრე ბრინჯაოს მედალოსანი. ნუ აღარ ვლაპარაკობ ოქროს მედალოსანზე. იმიტომ რომ ის მაგისთვის იყო მომართული. თუმცა ნახეთ, როდესაც იმარჯვებდა ეს ვერცხლის მედალოსანი ძალიან კმაყოფილი იყო, მაგრამ როგორც კი პოდიუმზე ავიდა, უკვე მისი წარმოდგენები დაიწყო. აი, ერთ ნახევარი ნაბიჯი მაკვდა აქ. აი, მე რო ამის ადგილას ყოფილიყავი და არ არსებულ წარმოუდგენელ წარმატებაზე გულისწვედა აქ და ბრინჯაოს მედალოსნებს როგორც წესი, რა კარგია რომ პოდიუმის ერთი ადგილი შემხვდა. და ძვირფასო ფსიქიატრო, თქვენი რჩევა გითხარით. აი, მე გოდერძინანა, ზოგჯერ ყოფილვართ ვერცხლზე, ზოგჯერ ყოფილვართ ოქროზე, ზოგჯერ ყოფილვართ ბრინჯაოზე, ნუცა. აი, გვირჩიეთ როცა ვერცხლზე ვარ, ეს უნდა განვიცადო, რომ ნახევარი ნაბიჯი მაკლდა, თუ სხვანაირად შევხედო. აი, თქვენი რჩევა რა არის? ჩემი რჩევა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ოქროზე ვიქნებით, ვერცხლზე, ბრინჯაოზე თუ საერთოდ არ ვიქნებით პოდიუმზე. პოდიუმი და ეს ყველაფერი ხო სხვასთან თითქოს თავის თავს უმტკიცებს ხვების გავლით, ხვების აპლოდისმენტების გავლით. თუმცა თუ მე ჩემ თავში მოგვარებული ვარ და რაც ჩვენ ხო მაგათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუ ადამიანს აქვს ის რესურსი, რომ იყოს ბედნიერი იმითი, რაც არის, ოღონ არ იყოს გადამძღარი იმითი, რაც არის, იმისთვის რომ ნამდვილად გეთანხმებით. აი, ეგ არის მთავარი გადასარევი სიტყვა თქვით. აი, გადამძღარობაც გონია რომ დიდი პრობლემაა. მაგრამ ეს მომენტი როგორ დგება, როდესაც ვიღაცასთან ოქრო მარტივად მოვიდა და ბრინჯაო ძალიან ძნელად? არ გონია რომ ვიღაცასთან ოქრო მარტივად მოდიოდეს. გარედან, აი ნახეთ, ამას სპორტსმენებს არ გულისხმობ მაინც და მაინც. ცხოვრებაში. გეთანხმებით, ვიღაცასთან უფრო მარტივად მოდის, ვიღაცასთან უფრო ძნელად მოდის, მაგრამ მიღწევა ოქრო თუ ვერცხლი ეს არ არის გარბენილი მანძილის, აი თქვათ, ათვლის წერტილი არ არის როგორ ვთქვათ, საბოლოო მიზანი მანძილის. ვინ საიდან დავიწყეთ სტარტი და ცხოვრება ერთი და იგივე სასტარტო ხაზზე არ გვსვავს. ანუ ადამიანმა აი ზუსტად ეგ არის იმ გოგონას ესეთი გულისწყეთა თითქოს მეორე კი არა, საერთოდ ბოლო ადგილზე გავიდა, რომ ცხოვრება სხვასთან მიმართებაში შედარება ნაკლებად უნდა იყოს. ანუ მე რა ვიყავი 11 წლის წინ რა ვარ დღეს. ეს პრობლემა ხო ეს. რა თქმა უნდა, ეს აქედან აღზრდიდან მოდის, ოჯახიდან, სოციუმიდან, საიდან ყალიბდება ეს ფენომენი. ყველაფერი ერთად. ანუ შესაძლებელია აღზრდიდანაც მოდიოდეს, სოციუმს ძალიან დიდი გავლენა აქვს. აღზრდაში მით უმეტეს თუ ამ ბავშვს ბავშვობაში სხვებს ადარებდნენ, ვიღაცა მეზობლის ბავშვი უფრო უკეთესია, ან თუნდაც მშობელი არა, მასწავლებელი, ანუ სოციუმს მით უმეტეს აი მინდა გითხრათ რომ ჩვენ სოციუმში კიდევ უფრო განსაკუთრებულად არის ეს ხო და აი ჩაგეჭრებით. ეხლა თქვენ მუშაობთ ქართველებთან, ხო? ქართულ ხალხთან უმეტეს ნაწილად. ქართველი ხალხის უმეტესობა დაიბადა ლიდერად. ყველა ჩვენთან თავადია, ერისთავთ. აი როგორია ჩვენი ერის ჩვენი წარმომადგენლობის დამოკიდებულება ამ პირველი და მეორე ადგილებისადმი. აი რამე განსხვავებულია, რადგან თქვენ გიმუშავიათ სხვასთანაც, ქართველთანაც, ჩვენ როგორები ვართ ამ შემთხვევაში? ანუ გეტყვით სხვასთან, სადაც მიმუშავია, თქვა სხვა თავისებურების ადამიანებში და ეს არ ნიშნავს ვიღაცა უფრო კარგია თუ ცუდია, უბრალოდ სხვანაირად ფიქრობენ ამას. ეს იქ უფრო ნაკლებია მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს არის ის, რომ რაც არის ტკბობა იმითი, რაც აქვთ, უფრო მეტად შეუძლიათ, თუმცა ეს იმიტომაც ხდება, რომ თუ ერს ავიღებთ როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს, მათ ნაკლები ტრავმები აქვთ. და ის ტრავმები, რომელიც ქონდა, თაობებმა გაწმინდეს უკვე. და ჩვენ ჯერ ჩვენ ტრავმებს ვიტოვებთ, ვართ მიდრეკილი, ხო, რაღაცა ეს ტრამბული ისტორიების დამახსოვრების და ტრიალების ამაში. აუცილებლად, ხო, კითხე. მე ინტერესებს, რომ აი არიან ადამიანები, როგორი შეხმატკილებულები ხარ. თავისთავად მეორე ადგილზე არიან ჰარმონიულად და კომფორტში არიან, მაგრამ არიან ადამიანები, უბრალოდ ვერ მიაღწიეს პირველ ადგილზე. იძულებით არიან მეორე ადგილზე. აი ამ ორ ფსიქოლოგიას ხო? რა განსხვავებაა? ანუ ისინი, ვინც ჰარმონიულად არიან, ისინი არიან უფრო გააზრებული ტიპები. აი როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ან
იჯერებს და ან ყოფნის გონიერება, რომ თქვას, რომ ეს ეტაპია. ეტაპია, და მომავალში მე თუ რაღაცა გაანალიზებს, რატო არის მეორე იმისთვის, რომ თქვათ, შემდეგი ნაბეჭი გადადგას, ან კომფორტშია, იმიტომ რომ აქ ყველა, აი როგორც მეორე პრინცი, რომელიც მსაც მეფობისთვის არ ამზადებენ. აქ ფაქტიურად ყველა პრივილეგია, მაგრამ ნაკლები პასუხისგებლობა, თუნდაც პასუხისგებლობა ის, რომ პირდაპირ შეეჯახოს მომსახურე პერსონალს, იმიტომ რომ სიდიდეს, პასუხისგებლობას მოყვება, მოვალეობები, კრიტიკა, ამის ატანა უნდა შეეძლოს და ბევრს ეს არ შეუძლია ემოციურად ვიღაცასთან. ბევრს ის აი ესეთ შემთხვევასაც გეტყვით, რომ რეალურად ოქროს მედალოსნის პოდიუმზე დგას, რეალურად პირველი ტიპია თავის დაწესებულებაში. მაგრამ მაინც ამოფარებულია მეორე ტიპზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პოდიუმიდან დიდად არ განისაზღვრება. პოდიუმი გვჭირდება, რომ სხვებმა დაინახოს. მე მაქვს შემთხვევა ბოდიში გონერტი, როდესაც ადამიანი ყველაფერს ცდილობს, აი მოწოდებულია, რომ იყოს პირველი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ არასდროს ცხოვრებაში ვთქვათ არ ეძლევა შანსი, რომ გახდეს პირველი და ну ესე ვაგრება მის ცხოვრებაში, რომ ყოველთვის მეორეა. აი ეს რისგან არის გამოწვეული, ეს თვითონ და არის თუ არა სტრესული. არის თუ არა სტრესული, ან ვერ მოიპოვა ვერაფრით ადამიანმა თქვათ აღიარებას. ბოროტდება მერე და ხო, რაღაცა ბევრი უარყოფითი მოყვება ხოლმე შემდეგ ამ ყველაფერს. კი, ძალიან სტრესულია, იმიტომ რომ სასურველი არასდროს არ აქვს. სასურველი არასდროს არ აქვს, მაგრამ ნახეთ ამ შემთხვევაში თუ ზოგადად ვილაპარაკებთ, არ ავიღებთ რაღაცა კონკრეტულ სოციუმს, ზოგადად, როდესაც მე ყველაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ რაღაცა მქონდეს და არ მოხდა ისე, რომ რაღაცა არ მაქვს, ეს წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია ფრაზა თავის მხრივ, თავისით არაფერი არ ხდება. ცხოვრება მიმედი გამიცრუა, ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც გამიგია, ცხოვრება არის მოცემულობა, ვერც გაგიცრუებს და ვერც გაგისრულებს. ანუ ეს უკვე ანუ ახლა ძალიან კაი რამე თქვით, ოღონდ აგვიხსენეთ, ეგ აი ცხოვრება არის მოცემული, ვერც მოცემულობა, ვერც გაგიცრუებს, ვერც რა. ანუ უნდა შეხედო რეალობას და მას მოერგო? თუ ეცადო იმ რეალობის შეცვლას. ნახეთ, რეალობის შეცვლა აუცილებელია, იმიტომ რომ, მაგრამ ამისთვის უნდა განისაზღვროს სწორი რეალობა. ცხოვრება მოცემულობაა და ცხოვრების მიზანი არაფერი მნიშვნელოვანი არ არის. ცხოვრების მიზანი არის, რომ ვიცხოვროთ, რასაც აი ზუსტად ამ შეჯიბრებებიდან და რაღაცა თვითშეფასების დასაკმაყოფილებლად ვწდებით ხოლმე. ცხოვრება მოცემულობა, უბრალოდ, როდესაც სხვა იმედები გვაქვს და იმედები გვაქვს, რომ ჩვენს მაგივრად რაღაცა გააკეთებს, უბრალოდ მოცემულობა არ ემთხვევა იმ მოცემულობას, რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოს, ანუ პრობლემა ჩვენშია. და ამიტომ იმედი, რამდენადაც კაცი იმედი ცოცხლობს, ძალიან დეპრესიოგენულია იმედი, ფუჭი იმედი, იმიტომ რომ ყველა დეპრესიის დასაწყისი არის იმედგაცრუება. ორი შეკითხვა მაქვს და გადავაბავ ერთმანეთს. კი ბატონო. პირველი არის მე ჩვენ დღეს თქვენ არ გაგიშვით. მიზნის მიღწევა ყველა საშუალებით ამაზე ვილაპარაკეთ გამართლებულია თუ არა, მაგრამ სხვისი გამოყენებით. ძალიან ხშირად იყენებ სხვას იმისთვის, რომ შენ მიაღწიო პირველ ადგილს. და ეს ძალიან ხშირია ქართული მენტალობაში ეს მომენტი არის. გამოიყენო სხვები, გააკეთებინო სხვებს, მიაწერო შენი სახელი და გვარი. ან ამუშავო სხვები და მოიპოვო შენ. ეს ერთი მომენტია და მეორე ჯერ ამას მიპასუხეთ და მე მეორესაც. ესე იგი, გეთანხმებით, რომ სხვის გამოყენება იგივე კონტექსტში ჩდება, მიზანი ამართლებს საშუალებას. ანუ ნახეთ, გააჩნია ადამიანს რა მიზანი აქვს, იმიტომ რომ ჩვენი თუნდაც პროფესიული შემდგრობა, თუნდაც სხვა ტიპის ფინანსური შემდგრობა, თუ არის ადამიანისთვის ცხოვრების მიზანი, მაშინ ის ისევ ტრავმებშია და ისევ განვითარების დაბალ საფეხურზეა, მაგრამ თუ ადამიანის მიზანი არის შევდგე როგორც ადამიანი, მაშინ რაღაც მომენტში თვითონვე შეაწუხებს, იმიტომ რომ ეს უკვე მისი ფასეულობაა, რამდენად აწუხებს, სწორია თუ არასწორი,
ჩემი გემოვნებით არასწორია, იმიტომ რომ არც ერთი მიზანი არ არის უფრო დიდი ფასეული როგორც ადამიანი. აბსოლუტურად. ამიტომ ხო, ყველაფერი არ უნდა იკადრო მეორე შეკითხვა მქონდა პასუხისმგებლობები და სოციუმის როლი. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმები, რომ აბა ეხა შენიცი, აბა ეხა თავი არ მოგჭრა. მაგალითად განსაკუთრებით, როდესაც ფეხბურთელებს სპორტსმენებს კი, მეც ვიცი, კი. ხო, აბა შენიცი, აბა თავი არ მოგჭრა. აბა ხო, ბუნებრივია, ხასიათია, ხო? ასეთ დროს რამდენად სტრესულია, როდესაც მე ვიღაცა 100 კაცი მეძახის, რომ მე ეხა მათ თავი არ უნდა მოვჭრა და მე ყველაფერი უნდა ვქნა იმისთვის, რომ მე ოქროს medali მოვიპოვო და ჩვენ ამ დროს რეალურად ძალადობთ თუ არა ასეთ დროს ადამიანებზე. შეიძლება მსუბუქად, მაგრამ არის თუ არა ძალადობის დრო, რომ ვაიძულებ ხნევებს. სხვა არ გამაგონო. და ემატება ზემოდან ძალიან დიდი ტვირთს. განსაკუთრებით ეროვნულ გამოსცემზე ბავშვები რო შედიან, ახლა მან 70 და 100%-ზე ნაკლები არ გამოიტანო აი ვით უმეტეს ეგ. ანუ დადგენილი ნორმა, რომ აი ამას თუ არ მიიღებ, ნახეთ, რომ გიდგენენ ნორმებს და წესებს. თავი არ მომჭრა, რო ეუბნებით, ანუ მისი ინტერესი კი არ არის აქ. ეგ არის ზუსტად ვიღაცის გამოყენება იმისთვის, რომ მე ამაყი ვიყო. და იმ მომენტში ჩემი ოქროს медали არის სიამაყე. იმიტომ რომ ამას ბავშვები ძალიან ითრგუნებიან ამითი. არც ერთი ბავშვი, როგორ გითხრათ, აი ბავშვები, რომლებიც ყველაფერში მაგრები არიან. და რის ფასად? იმიტომ რომ ღამე არ ძინავთ, დასტრესილები არიან, ვეღარ უძლებენ. იმიტომ კი არა რომ ყველაფერი ერთად აინტერესებთ. იმიტომ რომ ამით ზრუნავენ მშობლებზე, რომლებსაც არ უნდათ რომ თავი მოეჭრათ. მე მაინტერესებს შენ იკითხე და მე მემშობლების თამბავს გავაგრძელებ. ჩვენს პროფესიაში ხო არიან მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი. რომლებიც მე ძალიან მიყვარს. და შეიძლება უფრო საინტერესო, უფრო მაყურებლის, უფრო საყვარელი აღმოჩნდეს ეს როლი, მაგრამ აი დროის, მაგრამ მაინც ყოველთვის არის ეს ჩვენ პროფესიაში, იმიტომ რომ რაღაცა პირველი მთავარი როლი უნდათ, იტყვიან ხოლმე ბატონო, შენ სათაურებს თამაშობო. ნუ ეს კიდე ისეთი ეტაპია, რომ სათაურს თამაშ. მაგრამ ნელ-ნელა ისინი ეჩვევიან ამას. აი მე მაინტერესებს, რომ ეს მიჩვევის მომენტი პირველობაზე მიჩვევა? არა, პირველ ფოტოშორის შოუ ბიზნესშიც არის ნანა ეგ. ვიღაცა აუცილებლად უნდა გახსნას კონცერტი, ან ვიღაცამ უნდა დახუროს. ყველგან არის რა. ხო და ნანა რა სამბობს შენ? ხო და ეს მაინტერესებს, ეს მიჩვევა რაღაცნაირად თავისთავად ამ ეჩვევი ამას მართლა თუ ეს რაღაცა იძულებით შენ თავს აჩერებ, რომ კიდე წინ მთავარი როლი გინდოდეს და გაჩნია როგორ ვინ როგორ უყურებს ამას, თუმცა ვინც ეჩვევა არა, ანუ როგორ გითხრათ, იღებს ამ მოცემულობას, რომ პროფესიაში პირველი როლი არ არის, პირველი კი ქვია, მაგრამ მეორე ხარისხოვანს, რასაც ვეძახით, ის როლი ხშირად და ძალიან ბევრჯერ მინახავს, რომელიც განსაზღვრავს ფილმის ელფერს, რაღაცა ბოლო მარილს, გემოს და ძალიან ბევრია, ანუ მეორე კი ქვია, მეორე ხარისხოვანი როლი, მაგრამ ის იაზრებს, რომ ეს იმიტომ რომ პირველ პლანზე ეკრანზე არ არის, თორე ფილმის წარმატებისთვის მას ისეთივე დიდი მაგრამ მსახიობს როცა ეკითხებიან რა არის მისი ოცნების როლი, სულ იმ პერსონაჟებს ამბობს, რომელიც თავარი როლებს, რა თქმა უნდა. არ არის ეგრე, შენ ხარ ეგეთი პირველი როლი გინდა, მე მეორე როლიც მომწონს ხოლმე. ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან პირველობისთვის და ყოველთვის აქვთ პრეტენზია იყვნენ პირველი იმ საქმეში, რასაც ემსახურებიან. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც აი კმაყოფილდებიან, თქვათ, იმ რაღაც მოცემულობით, რასაც თავაზობს ცხოვრება. ესეთი ადამიანები, რომლებიც ნახეთ, დარვინი იყო ძალიან დიდი მეცნიერი. დარვინის სავიზიტო ბარათი არ არის, მაიმუნისგან შეიქმნა ადამიანი. და დარვინი ამბობდა, რომ სიცოცხლისთვის გადარჩენის პროცესში, რომელსაც ჩვენ მუდმივად აიხაც რო ზივართ ვლაპარაკობთ, ვებრძვით სიკვდილს, იმიტომ რომ სუნთქავთ მეტაბოლი, ანუ სიცოცხლისთვის გადარჩენის პროცესში არ გადარჩება ის, ვინც ყველაზე ჭკვიანია. არც ის გადარჩება, ვინც ყველაზე ძლიერია. გადარჩება ის, ვისაც ადაპტაციის უნარი აქვს. და გაიხარეთ თქვენ. აი ეგ ძალიან მომეწონა, მოკლედ, აი მშობლების ამბავს გავაგრძელებ. აი ეხა დიდი სურვილი მაქვს წაგიყვანოთ მუზეუმში და გაყურებინოთ ერთ სცენას. და დარწმუნებულია, ბევრი მშობელი გიყურებთ ეხლა თქვენ. ჩატარდა პროგრამა, ექსკურსია მოისმენს და ფოტოს გადაღება.
ჩვენ უკვე საგამოფენო დარბაზში მშობლებს არ უშვებთ, იმიტომ რომ არ იცით რა ხდება ფოტოს გადაღების დროს. შენ წინ წამოიწიე, შენის გაწიე, შენ გამოჩდი, შენ აი ეს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი. აი თავარი რამე თქვით. ბავშვმა ბავშვობიდანვე უნდა ისწავლოს ადაპტაცია. ზოგჯერ პირველზე იქნება, ზოგჯერ მეორეზე, ზოგჯერ მესამეზე და ყველა საფეხურზე ბედნიერი უნდა კი, მაგრამ როგორ ვასწავლოთ ბავშვს ყველა ფოტოზე ბუკან არ იდგეს? ხო და აი ეს იდგეს სულ. მე დიდობაში მეტყვის რომ ერთხელ არ მითხარი, რაღაც წინ გამოგეწიე სულ ბოლო. ანუ არ არის ეს მშობლის სათქმელი. დღევანდელი სკოლის ის რა ქვია, ექსკურსიის თუ ასე შემდეგ ბავშვის ზრდის პროცესში კოლექტიური ცხოვრების პრობლემა ძირითადი ის გახდა, რომ ნებისმიერ პროცესში მშობელი ჩართულია. ხო, მაგრამ როგორ ვასწავლოთ მაშინ სწორად? ანუ ნახეთ, ადამიანის ხვისი ნათქვამით ვერ სწავლობს. თუ თვითონ შეწუხდება, რომ უკან არის, სანამ თვითონ არ გაუჩნდება იმის სურვილი და გამბედაობა. თქვენ რო გაუჩნდა ეს გამბედაობა სულ უკან. მაგრამ ხელს რომ მოკიდებ და გამოდი რაღაც წინდადეგი რო ეუბნები, კიდევ უფრო მეტად დრგუნავთ, იმიტომ რომ იცის, რომ თვითონ ამას ვერასდროს ვერ გააკეთებს, მაგრამ სკოლის პროცესში, იმიტომ რომ მასიურად არის სკოლები, რომლებიც ანუ როგორ გითხრათ, მშობელს თუ არ მოეფერნენ, შემოსავალი არ აქვს და დაიგედებიან. ამიტომ მასწავლებელი როგორ იტყვის, რას ასწავლის და როგორ ასწავლის, იმაშიც კი მშობელი არის გადამწყვეტი. ანუ ყველგან არის შეჭრილი და არა. ხო, როგორი სენსიტიური ამბავია პედაგოგი და მშობლების ურთიერთობაში დაზარალებული ბავშვი. მაგრამ ეხლა ჩვენ აქ ძალიან მთავარი რამე გავიგეთ და დიდი მადლობა ამისათვის, რომ აი რაც დარვინით ახსენეთ, იაკობ გოგებაშვილსაც აქ დაახლოებით, იგივე რომ რაღაც მოკრძალებული ცხოვრების წესმა არ უნდა დაგთქმოს. მაგრამ მოდით ეხლა მთავარზე შევთანხმდეთ. და აი რომ შევაჯამოთ. რა არის პრინციპი ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენი რა მოცემულობაც აგვაქვს, თუ ვართ მეორე ადგილზე, როგორ გადავინაცვლოთ პირველზე და გადამაძღარიც რო არ ვიყოთ. აი რას მოგცემთ საბოლოო რჩევას? გადამძღარი. დიახ. ესე იგი, ნახეთ, ეხლა ცოტა ოდნავ თუ გვაქვს დრო, ოდნავ ფილოსოფიურად შევხედოთ. იყო ესეთი მოგეხსენებათ შოპენჰაუერის პრინციპი ცხოვრების იყო ესეთი, რომ ცხოვრება არის ერთგვარი ქანქარა საათის, ერთი ნაწილიდან მეორეზე გადავარდნა, ერთი არის ფრუსტრაცია, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მინდა და არ მაქვს. და მეორე არის მოწყენილობა, იმიტომ რომ ის რაც მინდოდა დღეს მაქვს და რო არ მქონდა, მაშინ მინდოდა და ეხლა არ მინდა. და ანუ ეს გადამაძღრობა, იმიტომ ვახსენე, რომ თუ არ დავიტოვებ სურვილს, ანუ мотиваცია არასდროს არ არის სწავლა, შრომა, მაგრამ мотиваცია არის მათემატიკა ისწავლე რაჯანდობას მინდა ეს ბავშვი ამბობს მათემატიკა, აი შენ რო ბავშვობიდან დადიოდი სტეტოსკოპით და თოჯინებს, ექიმი ვერ გამოხვალ, ან მეცნიერი ვერ გამოხვალ. ანუ мотиваცია მათემატიკის სწავლა არასდროს არ არის, мотиваცია არის, როგორ გითხრათ, ოცნება. ოცნება, სადაც ეს ერთ-ერთი მისასვლელი გზებია და რაც დიდხანს მოძრაობს ჩვენი ქანქარა ერთი უკიდურესობიდან მეორეზე, ანუ აბსოლუტურად ფრუსტრაცია დანაკლისიდან აი იმ მოწყენილ მაძღრობამდე, მით უფრო საინტერესოა ჩვენი ცხოვრება. სხვათა შორის ძალიან ხშირად დავკვირვები ვარ სოციალურ ქსელებში, როდესაც ვიდეოები ვრცელდება, აი მაგალითად რა ვიღოთ ქორწილი. ქართულ ქორწილში სტუმარი უფრო მნიშვნელოვანია და უცხოურ ქორწილში პატარძალი და სიძია პირველი. შეგიჩვენებიათ ეს თუ არა? კი, ჩვენთან ყველაფერი საუცხოოა. ხო, რა თქმა უნდა. მე მაინც მგონია რომ სპორტსმენებს ყველას მაინც პირველი ადგილისთვის იბრძვიან და აი ძალიან ძნელია რომ იქ შეჯიბრითობაა. ის ხო შეჯიბრითობაა, იქ უნდა ეჯიბრებიან ერთმანეთს. ზოგი პირველი ბევრი არის რომელიც თავისი პირველი ადგილისთვის იბრძვის და ბევრი არის რომელიც იბრძვის შეუმდგარი მამის, დედის პირველი ადგილი. ხო, მაგრამ ბევრი იმისთვის იბრძვის რომ იმ სიაში მოხვდეს რომელიც მე მსოფლიოში იასპარეზებს. აი ესე ამისთვისაც ძალიან რა თქმა უნდა. მოკლედ თქვენ ისე ვერ იქნება სპორტის მოკლედ ვაღიაროთ ჩვენ ყავდა დღეს შესანიშნავი რესპონდენტი ჩვენ რეკლამაზე ამოვხოცოთ ერთმანეთი ქალბატონი ნინო მინაგაშვილი იმედია ხშირად გიხილავთ ჩვენს ეთერში და გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი მოსმენა დიდი